ტელემაუწყებლობის 69 წელი. საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია. 1956 წლის 30 დეკემბერს ზუსტად 69 წლის წინ ფუნიკული ორზე მთაწმინდის ანძასთან სადიქტორო სამაკეტო სტუდიიდან ქვეყნის ისტორიაში პირველი პირდაპირი ეთერი შედგა, რომელსაც ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20 საათზე აინთო. ტელეხედვის სტუდია თავდაპირველად დღე-გამოშვებით მაუწყებლობდა. 10 წლის შემდეგ კი ტელევიზია კოსტავას 68 ნომერში გადავიდა. გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალი. საინფორმაციო სამსახური კი არხზე გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. უკანასკნელ ამბებს სახელწოდება 1968 წელს შეეცვალა და მოამბეტა ერქვა. ტელემაუწყებლობის 79 წელს საქართველოს პირველი არხისთვის ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. თითქმის 4 წლიანი მშენებლობის შემდეგ პირველ არხს ახალი ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა აქვს. მასშტაბი, სივრცე, კონცეფცია, გამორჩეული დიზაინი და არქიტექტურა. ეს არის უახლესი ტექნიკით და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ორი კორპუსი, მასშტაბური სტუდიებით და პავილიონებით. ჩვენი მისამართი პოლიტკოვსკაიას 31-ია. ქვეყნის პირველი ტელევიზია დღეს პირველ არხს, პირველი არხი სპორტს, საქართველოს რადიოს და ვებ პლატფორმა 1TV-ს აერთიანებს.